ბეთჰოვენსაც ესრულებდნენ პამიდურებს, ხო? დგ. ახალ პროფესიას დავიწყო გამანებეთ და აღარ შემიძლია ამდენი ბრძოლა საკუთარ თავთან. მარტო დარჩენაც ამაში გადაიტანა ყველაფერი, რომ სუგზაში იყო. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ალექსანდრე რო იბადებოდა, აი მშობიარობის დროს სამშობიაროში შუქი ჩაქრა. გემს რო ტოვებენ ვირთხები, ესე ვიყავით, ხო, მთელი ეს ჩემი გენერაცია სულ ყველა წავიდა. ვიმე აი ხა რომ ამ ფოტოებს რომ მაძლევთ და მაძლევთ, უცებ გონია რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემს ცხოვრების საუნდტრეკივით არის რა. ძალიან მიჭირს აი მის დაჯერება, როგორ შეიძლება ეგეთი რამე მოახდეს. აღარ ვეწევი სიგარეტს. და გადავაწყნო ყველა, იმიტომ რომ ამას აქში მე მგონი არ ვიცი რომ ვის მოვიდა თავში აზრად 1 წლის ბავშვისთვის სიგარეტის ჩადება პირში, მაგრამ ძალიან ორიგინალური გამოვიდა რა. არ ვიცი საერთოდ საიდან მოდის ეს ფოტო, არც დედაჩემს აღარ ახსოვს. უცნაური დრო იყო ეთყობა ძალიან რაღაც და თან სასაცილო და მხიარული. 1 წლის ხართ აქ, ხო? რა მომენტიდან გახსოვთ თქვენი თავი? აი ეს ხო ძალიან ისეთი უცნაური რაღაც არის რა. შენ რო გონია რომ გახსოვს, ის გახსოვს შენი მეგობრების და დედა შენის და ბებია შენის მონაყოლებიდან. ამიტომ აი სიმართლე რო გითხრა, ზუსტად ვერ ვიტყვი რა მომენტიდან მახსოვს, იმიტომ რომ აი მართლა subconscious არის თუ რეალობა ეგ არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ პირველი მახსოვს ბიძაჩემი ჯარიდან რო დაბრუნდა, ბერლინში იხდიდა თავის ჯარს. ალბათ ასე 3 წლის ვიყავი, ან 4 წლის წინ რო დაბრუნდა იქიდან და აი სრულად გამოცვლილი რაღაც ძალიან უცნაური ადამიანი იყო. იქამდე არც მახსოვდა და უცებ რო ჩამოვიდა თემური ჯარიდან ძალიან გამოცვლილი და ძალიან აი რატო ვამბობ ხა გამოცვლილი ხო იქამდე ხო არ მახსოვს არა და აი ეს მომენტი მახსოვს რომ პირველად ჩვენ ბინაში კაცი გამოჩნდა საერთოდ. ეს ხვა გეშლეხთ როგორ არის ქართულად სქესის ადამიანი. იქამდე სუქალები ვიყავით. აი სუქალები მე, დედაჩემი, ბებიაჩემის და ბებიაჩემის დედა. ანუ ის ზამთრობით ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან, ძირთად კავთისხევში ცხოვრობდა. და იქ გათბობა არ იყო და წყალი არ იყო და ზამთარში ჩამოდიოდა ხოლმე და ჩვენთან ცხოვრობდა, იმიტომ რომ ვერ ძლევდა იქ. ეს კიდევ უკან მიდის დროში. ეს არის დაახლოებით ალბათ 1970 წელი. ან ივნისის ბოლო, ან ივლისის დასაწყისი, იმიტომ რომ მე ვარ დაახლოებით 5 ან 6 თვის და მამაჩემი გარდაიცვალა დაახლოებით რამოდენიმე კვირის წინ ამ ფოტოში. და დედაჩემის სახაზეც რაღაცა ეტყობა, ხო, რაღაც თითქოს მე მიყურებს რაღაცნაირად, მაგრამ თვითონაც ძალიან რაღაც სევდი და მოდის რაღაცნაირიდან, როგორც მიყურებს თუ რაღაც და ეს ფოტო ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ფაქტურად ამ ფოტოდან ხვდები მამაჩემის და დედაჩემის ურთიერთობას. და აი ესე. შეიძლება ცოტა იდეალიზირებულად თუ რაღაც, მაგრამ ხო და ძალიან ეს არის რაღაც უცნაური მე სხვაგან მიყურები, ის მე მიყურებს რაღაც ძალიან როდის გაიგეთ პირველად რომ მამა არ ყავდათ? არც ვიცი, აი ესე კონკრეტულად არ მახსოვს, იმიტომ რომ მამაჩემი იყო რაღაც მითიური ფიგურა გახდა რა, იმის გამო რომ ესე ადრე გარდაიცვალა და ძალიან ბევრი მეგობარი დარჩა და ის მეგობრები ყოველ წელს მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან.
მის დაბადების დღეზე, ჩემ დაბადების დღეზე ფაქტიურად აი რაღაც ესეთი ძალიან დიდი ხანი ფაქტიურად ბავშვობაშიც მეგონა უზარმაზარი ფოტო გვეკიდა მამა ჩემის სახში რაღაც ძალიან დიდი ფოტო რატომღაც ახლა გაქრა წელს რომ მინდოდა რომ მენახა აღარ იყო და აი ეს ფოტო იყო ფაქტიურად მეგონა რომ რეალური არის რაღაცნაირად დიდი ხანი ბავშვობაში. თან ყვებოდა რომ ძალიან კრეატიული ადამიანი იყო და ძალიან ყველაფერი შეეძლო რა მუსიკა იყო კინოში ეხმარებოდა მიშა კობახიძის ასისტენტი იყო ხოლმე მთელი ეს ფილმები რო გაკეთებული ადრე უხმო კოლგა და რაღაცა ყველაფერში ამაში რაჟიკო იყო ხოლმე მისი ასისტენტი და მუსიკას ეხმარებოდა მუსიკის ამორჩევაში და გაკეთებაში რაღაცნაირად და ჰოკეისტი იყო გაგიგიათ რომ საქართველოში ჰოკეის თურმე არსებობდა საქართველოს ჰოკეის გუნდი და მეკარე იყო მთასვლელი და აი რაღაც აი ყველაფერთან გეოლოგი იყო პროფესიით თუ კი არა და ნუ რაც ისწავლა უნივერსიტეტში და ხო აი რაღაც ძალიან უცნაური ადამიანი იყო რა და ძალიან ადრე გარდაიცვალა აი ამ თავის ეთყობა უცნაურობაში და ყველაფერი ერთად რო უნდოდა როგორ გარდაიცვალა ფიქრის გორა ხო იცით იქიდან გადმოვარდა ხო და სხვათა შორის ლეგენდა ამბობს რომ არ იყო ჯერ მკვდარი რომ იპოვეს და ექიმებმა ვერ მიხვდნენ რომ გატეხილი აქვს აი რა ხერხემალი ხო და ეს წამოდგა რომ ისო და აი მე უკვე მის დროს თუ მე ამ გატეხილი ეს რო გატეხილი არ შეიძლება რომ გაანძრიო პაციენტი იმიტომ როგორც კი გაინძრება ნუ საბოლოოდ წყდება ის რაღაც კვანძები და მე უკვე სამანტყოფოში გარდაიცვალა. დედაზე გითხარით, ანუ როგორ გადაგქონდა ეგ ამბავი, არ ვიცი. მე ფაქტობრივად ბებიაჩემ გამზარდა, იმიტომ რომ დედაჩემი სუმუშაობდა. დედაჩემი იყო მე მგონი ყველაზე არასტანდარტული საბჭოთა მოქალაქე. იმიტომ რომ იყო ფრილენსერი მთელი თავისი ცხოვრება. არასოდეს არ ქონია რაღაცა სამსახური, ერთხელ ზოოპარკში მუშაობდა 3 თვის განმავლობაში გადამთარგმნელად და ეგ იყო და ეგ. და ესე დადიოდა ოჯახიდან ოჯახში და ამეცადინებდა ბავშვებს ინგლისურს. მთელი თავისი ცხოვრება და მე რო დავიბადე, წარმოიდგინე რამდენის ძალიან ბევრი უხდებოდა ეს, იმიტომ რომ ნუ არავინ არ მუშაობდა ჩვენ ოჯახში საერთოდ. არავის არ ქონდა ხელფასი, არაფერი რაღაც ძალიან უცნაური ოჯახი ვიყავით. და ხო, და ძალიან აი ფაქტობრივად ალექსანდრე დაიბადა, მაშინაც ესე აკეთებდა. აი მთელი რაღაც 30 წლის განმავლობაში აი ესე ცხოვრობდა. ამიტომ სულ არ იყო სახში რა და მე ვიყავი ბებიაჩემთან ერთად სახში და ძალიან კარგად ცხოვრობდით ესე და ველოდებოდით ხოლმე როდის მოვა სახში და ესეც მე მგონი ძალიან რაღაცის გამო მოხდა ეს ყველაფერი ხო იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდა რომ ყველაფერი ხო ოჯახში კაცი ქალი მასზე იყო უცებ ყველაფერი და ალბათ თავისი ტკივილით თუ თავისი რაღაცა ეს რაღაც უცნაური მარტო დარჩენაც ამაში გადაიტანა ყველაფერი რომ სუგზაში იყო ფაქტიურად. თქვენ გაკლდათ? ვიცით რა ძალიან უცნაურია ვერ ვიტყვი რომ მაკლდა იმიტომ რომ როცა ერთად ვაკეთებდით რაღაცას ნუ ძალიან ფანი იყო და ძალიან არ დადეგები და აი ზაფხული და რაღაც და რომ მოდიოდა ხო მეც არ ვიცი არა მე მგონი არასოდეს ძალიან ხშირად დავყვებოდი ხოლმე ამ გაკვეთილებზე და ეს ძალიან მომწონდა იმიტომ რომ იქ ერთი ოჯახიდან მეორე და ყველა ნამცხვარს მაჭმევდა და ესე ზოგჯერ გამოდიოდა რომ ერთი 8 ნამცხვარი მქონდა ხოლმე დღის განმავლობაში და იმიტომ რომ ირინამ თავისი და თან ყველა ამ ოჯახთან მქონდა რაღაც საოცარი თვისება რომ აი
როგორც ოჯახის წევრი იყო რა, ყველა მეგობრობდა და ბავშვები გიждდებოდნენ, ისე უყვარდათ და რაღაც ძალიან ის კი არ იყო რა, გაკვეთილზე მიდიხარ, ესე ჯერ ჩაის დავლევდით ყველანი ერთად ნამცხრებით და მე ისინი გაკვეთილებს ზოგჯერ უსმენდი ხოლმე, რაც ინგლისური ვისწავლე, მე მგონი აი ესე ვისწავლე, აი ამ გაკვეთილების მოსმენით, შემთხვევით. ხო, და ეს ძალიან მიყვარდა ხოლმე ეს პროცესი, აი ბორიალის ერთი ადგილიდან და კიდე ქონდა ხოლმე ტრადიცია, რომ აი ესე მეგობრებთან დავდიოდით ხოლმე. იმას რაღაც მივყავდი თავის მეგობრებთან და იმათაც ყავდათ შვილები და რაღაცეები და ძალიან ვერთობოდით ხოლმე ესე რა. ხო. ხო, აი ხა მოვედით ბებიაჩემთან ელიკო ონოფრიშვილი. ელიკოსაც ელენე ერქვა, მაგრამ ელიკოს ვეძახდით. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში. და ვინც თქვა, რომ ამ ბავშვმა უნდა ისწავლოს მუსიკა. თვითონაც ძალიან ტრაგიკული ფიგურა იყო რაღაც მხრივ და მაგრამ იყო საოცარი ადამიანი იმ მხრივ, რომ რაღაცებს წინასწარ ხედავდა თუ რაღაცები წინასწარ მეტყველებდა. ოღონდ ისე კი არა, პათეტიკურად კი არა, რომ ძალიან ჩვეულებრივად და ძალიან უბრალოდ ესე ხედავდა და არავის არაფერს არ აძალებდა თუ რაღაცა უბრალოდ მაგრამ მე დამაძალა, მართლა დამაძალა მუსიკის სწავლა, იმიტომ რომ არ მინდოდა, არანაირად არ მინდოდა არც როიალი, არც საერთოდ ძალიან მიყვარდა ეზოში ხეებზე ძრომიალი და რაღაც და ხო ესე არ მიყვარდა. და ელიკო მისე გააკეთა, რომ შემიყვარდა რაღაცნაირად ეს სკოლასთან მაკითხავდა, მე ბუტარბროდები მოქონდა ხოლმე 53 სკოლაში და მე იქიდან ფეხით მივდიოდი ჭავჭავაძეზე 43 მუსიკალურ სკოლაში და აი ეს ძალიან დიდი ნებისყოფა გამოიჩინა რაღაც და მე აი ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რომ იქ რაღაც ერთი მასწავლებელი ვინც შემხვდა, ნანა ჩიკვაძე იყო, აი ძალიან tolerant როგორ არის ქართულად, აი ძალიან მიმღებლობა ქონდა ყველაფრის მიმართ, აი ძალიან არასაბჭოთა მუსიკის მასწავლებელი იყო, აი ესეთი კი არა, ჩვენთან რო ყვებიან ჩემი მეგობრები, რომ თითებზე ვირტყავდა სამიმას, რა ქვია, სახაზავს და რაღაც და ეს იყო აი ნამდვილი სიკეთის და რაღაც ბედნიერებას მოქონდა რა თავისი არსებობით თუ როგორც შენ გეურთიერთებოდა და ეს ბებიაჩემი და ნანა ძალიან დამეგობრდნენ რა სრულიად განსხვავებული ასაკის ხალხი და ეს რაღაცა ტანდემი მოეწყო და ნუ ყველაზე ძალიან შემიყვარდა ბებიაჩემთან ერთად მისვლა ნანასთან გაკვეთილზე თან როიალის სახში არც ქონდა არც პიანინო არ ქონდა რომ დავიწყე მუსიკის სწავლა და მე უცებ გადავწყვეტოთ რომ იქნებ მეზობლებს ქონდა და მაშინ ხო საბჭოთა კავშირში ხო მეზობელი რაღაც სხვა სტატუსი ქონდა მეზობელს ხო ტელეფონზე მეზობელთან შედიოდი და გერეკა სადღაც პურის პული თუ არ ქონდა მეზობელი გაძლევდა და ესე ვიფიქრე რომ მეზობლებთან ვივლი რა სამეცადინოდ და ესე ხან ერთ მეზობელთან ესე კრუგებს ვაკეთებდი ხოლმე რომ არ მობეზრებოდათ და მე ამ მეზობლებს სიარულში უცებ ხო ძე ბავშვი რაღაც ძალიან უცნაური რაღაც არის ძალიან ეგოისტური თვისებებიც ხო აქვს რაღაცას რო იპოვის აი როგორც კატარო რაღაც ხო თავს რო დაიჭერს და ჯერო ბევრს ეთამაშება და მე აი ესე ხო და უცებ მივხვდი რომ აი ყველაზე კომფორტულად მარტო ვძნობ ამ ინსტრუმენტთან ერთად და აი უცებ სხვა რაღაც 7 წლის ვიყავი თუ რაღაც და აი მეტი არაფრის კეთება არ მინდოდა რაღაცნაირად ვიჯექი ხოლმე ეგ და ეწუდებს მეცადინეობდი ყველა მომდოდა ეწუდები ხო არავის არ უყვარდა მე კიდე მომწონდა მეცადინეობა
და რაღაც სპორტულის გქონდა, რომ ბევრი ჩერნის ეწუდები და ყველა რომ ხო არსებობს რაღაც ოპუს 139, 299, 395, აი ეს და აი მათემატიკოსივით ეს ვაგროვებდი ხოლმე, რომლები მაქვს უკვე დაკრული. ხო და ეს მაჩუკა ფაქტიურად ბებიაჩემა ის რო არ ყოფილიყო. არც ვიცი ალბათ შეიძლება სკოლაც ვერ დავემთავრებინა, იმიტომ რომ ის ვარ ფაქტიურად ლეგასტენიკი ვარ. სიტყვებს, კი არა, ასოებს ვახტები, რომ ვკითხულობ. და წერაც ეგრე, აი, ჩემი მეგობრები ინახავენ ხოლმე ჩემ SMS-ებს, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო რა სიტყვები გამომდის ზოგჯერ. ნოტებს არა. ნოტებს არა. ასოებს. ხო, ძალიან მიყვარს ეს ფოტო. რაღაც ტრადიცია იყო ხოლმე, რომ ძალიან ხშირად მივყვავდით ან მამიდაჩემს, ან დედაჩემს, ან ბებიაჩემს, ესე ყველა მთელი ოჯახის ბავშვები. ან ოჯახის ბავშვები არის სალომე მაჩაიძე, ჩემი კუზინა, ასე მანანას შვილი, მანანა კორძაიას და ნიკა მაჩაიძე, ნიკა კოი. რომელიც სალომეს ბიძაშვილია ესე და ჩემი კუკუზენი გამოდის რა და მაგრამ ნუ სულ ერთად ავართ გავზრდილი და ბევრი ეგეთი ფოტოები გვაქვს ესეთი ზოგი ზამთარში, ზოგი ზაფხულში და მაშინ სხვათა შორის არავინ ჯერ აი ეს ჯერ გამოკვეთილი არ იყო რა ვის რა ინტერესები ქონდა მუსიკა ჯერ არ იყო ეს თემა არც ჩემთვის არც ნიკასთვის ეს მერე დაიწყო ყველაფერი. აი სანამ მუსიკა დაიწყებოდა კარგად გახსოვთ თქვენი თავი როგორი იყავით რაზე ოცნებობდით? კი როგორ არა რაღაცები მახსოვს ძალიან იცი რა აი ესეთი ინტერესები ძალიან უცნაური არ მქონდა მაშინ ჯერ არანაირი ჩვენ ყავდა მეზობლები ფრანგებს ვეწახდით. მართლა ფრანგები იყვნენ, მაგრამ აი იცი როგორი ფრანგები? საქართველოს რუსებმა დაიპყრო, მაშინ რომ წავიდნენ საფრანგეთში ემიგრანტები, ეს თამარ ვაჩნაძე. ფაქტობრივად ისინი იყვნენ და დავრიშაშვილები, ნუ არისტოკრატია და ნუ როცა მოხდა ეს ყველაფერი და რაღაც საქართველოს თავრობა რო გაუქმდა და რაღაცა წავიდნენ და დაიწყეს პარიზში ცხოვრება და მე ხრუშჩოვის დროს ხო იყო რაღაც პერიოდი რომ თითქოს ყველაფერი რაღაც იხსნება და ცოტათი რბილდება და რაღაც და ამათ მართლა ეგონათ რომ ეს და დაბრუნდნენ თავის შვილთან ერთად თბილისში გმირთა მოედანზე 11 სართულიანი სახლი ხო იცი და იქ მისცეს ამათ რაღაც 5 ოთახიანი ბინა მართლა მისცეს და ჩვენ ესეთ საერთო ეზო ქონდა და ნუ ძალიან ცოტა ხანი დაჭირდა იმას რომ გაგვეცნო ყველას ერთმანეთი და მოკლედ მთელი ცხოვრება, მთელი ეს პერიოდი, რაც ისინი საქართველოში ცხოვრობენ, ფაქტობრივად ვიყავი ამ ფრანგებთან ერთად. არჩილი, ანეტა, ქეთი, ლიზა, შალიკო, სოფიკო, ელენე. აი ნუ რა და არჩილი გვასწავლიდა ხოლმე ფრანგულს ესე ჰობი იყო რა ვითომ შევიქმნით რაღაც ჯგუფი პატარა ბავშვების და დავდიოდით არჩილთან და ძირითადად გავდით სპექტაკლებს და მე ვიღაცის დაბადების დღეზე ამას ვთამაშობდით ხოლმე და რაღაცებს და აი სპექტაკლობანა მიყვარდა ყველაზე ძალიან და აი ამ ფრანგებთან ყოფნა იმიტომ რომ სულ სხვანაირი რაღაც ცხოვრების წესი ქონდათ რა რაც მე არასოდეს არ მინახია იქამდე ძალიან ქაოტური და ორსაწოლიანი საწოლები ქონდათ ჩამოიტანეს პარიზიდან და პირველად ვნახე რომ ორსართულიანი საწოლები არსებობს თურმე და პირველად ბარბი მაგათმა ჩამომიტანეს და თავისი ბევრი სხვადასხვანაირი ტანსაცმელებით და ეს ბარბი მე ჩემ მეგობრებში ეს სქეჯუალი ქონდა ვისთან არის ბარბი
და ერთი კვირა ლიზისთან, მეორე კვირა ნატოსთან, ესე დადიოდა ბარბი ეს ოჯახიდან ოჯახში და მე მოდიოდა ჩემთან და ბევრი ახალი ტანსაცმელი გქონდა ხოლმე, ყველა უკერავდა რაღაცებს. ხო და ეს პროცესი მიყვარდა ძალიან და მახსოვს ძალიან და რაღაც ხალხთან ურთიერთობის და ახალი რაღაცების გაცნობის და ენის სწავლაზეც ვერ ვიტყვი, მაინც არაფერი არ მახსოვს ფრანგულიდან რაღაც სულელური სიტყვების გარდა. მაგრამ თვითონ ეს სპექტაკლების კეთება და თამაში ძალიან მომწონდა. ერთშვენიერ დღეს თენგიზ მაღალაშვილი და ნანა ხატისკაცი იღებდნენ ფილმს ძნელი დასაწყისი და მითხრეს რომ არ გინდაო წამოხვიდეო კოჯორში იყო მთელი 3 თვე გადაღება ინტერნეტი იყო ბავშვებისთვის და მთელი ეს ფილმი ამ ბავშვებზე იყო რომლებიც იქ ცხოვრობენ. მთელი ზაფხული იქ გავატარეთ და თან თამაშობდით ამ ფილმში რაღაცა სცენებში და თან ყავდა ორი ძაღლი. ერთი იყო ეს ლონდა, რომელიც ჩამოვიდა მოსკოვიდან, ჩამოიყვანეს, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ძაღლი იყო, აი გაწვრთნილი რომ არის, რომ ითამაშოს ფილმებში და გამოატანეს ამ კრუს, ხო, ფილმის გადამღებ ჯგუფს და იქ სპეციალური კიდე ერთი კაცი იყო, რომელიც ამ ძაღლებს და ცხენებს და ყველაფერს უვლიდა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ყავდა თან გადაღებაზე და ამ ეს ლონდა იყო, არ ვიცი, მე მგონი ყველაზე ახლობელი მეგობარი გახდა იმ ფილმის გადაღების სეტზე, აი არ ვიცი მე შემეძლო ხოლმე რომ დამჯდარიყავი ზე და როგორც ცხენი ესენ დავყავდი. აი ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ნუ მეც მჯერა რომ იმასაც უყვარდი რა საკურველია. ხო და სხვადასხვა ეს გადაღება ამ ძნელი დასაწყისის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად აი ჩემ ცხოვრებაში ძალიან key moment იყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ხო ვითომ თამაშობდით ამ ფილმში. ერთხელ თანგიზმა მითხრა რომ მოდი იქნებ ცოტა იღიღინო რაღაც ლექსი მომცა და მოდი პროსტ აი რო ღიღინისავით რო გააკეთო, იმიტომ რომ მე ცოტა დავიწყეთ იღინი და მე თურმე ეს ღიღინი ჩაუწერია. ერთხელ თანგიზ ძალიან მნიშვნელოვანია. ფილმის კომპოზიტორი იყო სოსო კეჭახმაძე, იოსებ კეჭახმაძე. ალბათ გაგიგიათ გვარ ერთ-ერთი ყველაზე იღინი და მე თურმე ეს ღიღინი ჩაუწერია. კომპოზიტორი ალბათ ფილმის კომპოზიტორი პერიოდში და აი ვინც ჩვენი ჰიმნი დაწერა ეხა რაც გვაქვს სხვათა შორის და ძირითადად იოსებთან არის დაკავშირებული ქართული გუნდის მუსიკის ისტორია. და ამ სოსოს უცებ რომ მოასმენინეს ეს ჩემი რაღაცა ღიღინი თქვა რომ უიმე ეს რა კარგად ღვერის ეს ბავშვიო ძალიან სოციალურია და მეგრული აქცენტით ლაპარაკობდა და ძალიან მეგრული ჰუმორი ჰქონდა და ამას მე დაუწერო ეხა სიმღერით და მე ვამღეროთო. ფილმის რო დამთავრდა მე ეს ფილმის გადაღება მართლა წამიყვანეს სტუდიაში და მომღერეს და ჩამაწერინეს ეს სიმღერები, ეს პატარა აკაპელა მელოდიები იყო ფაქტიურად რა. და ამანაც ძალიან დიდი ის მოახდინა რაღაც იმპაქტი ჩემ მუსიკალურ განვითარებაზე. თუ რაღაც რომ მივხვდი მუსიკა რამდენაირ სივრცეში შეიძლება გაკეთდეს და შეიქმნას და როგორ შეიძლება მარტო უკრავდე პიანინოზე, მაგრამ მე შეიძლება უცებ იმღერო სადღაც და მე ამას მოყვარო, მოდი ახლა ლექსით თქვას და მე უცებ დამაწყებინას ლექსების ჩაწერა სტუდიაში, ძველ ფილმის კინოსტუდიაში და ფაქტობრივად ის კინოსტუდია გახდა ჩემი სახლი. ეს დილით თუ გამომივლიდა ხოლმე შოფერი, წამიყვანდნენ და აი და მიყავი მთელი დღე იქ ამ გადაღებ ხალხთან, ჩამწერებთან და ხან რაღაცას მაძლევდნენ ამ ფილმებისთვის, მე ლანა ღაღობერძის ფილმისთვის, მე ბავშვების ხმების განხმოვანებაზე
მე даже მოსფილმში წამიყვანეს ერთხელ, რომ იგივე რაღაცები, რომ რუსულად მე თვითონ, იმიტომ რომ იმდენად ავთენტური არისო, რომ არ გვინდაო, რომ სხვა გაახმოვანոցო და ხელფას მაძლევდნენ და მახსოვს, რომ აი ამ მოსფილმიდან რამდენი წლის ვიყავი, ალბათ 10 წლის ვიყავი მაქსიმუმ და რაღაც 700 რუბლ როგორ არის მანეთი, ხო? და მე და დაიჭემ წავედი და სერვიზები ვიყიდეთ. რა ხელფასი სულელე. აი ეს ძალიან აი ამ ფილმმა ძალიან რაღაც ძალიან ბევრი რამე გამოიწვია ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ტრაგიკული ის იყო, რომ ლონდა ერთ გადაღებაში უნდა სიკვდილის სცენა იყო ლონდა, რომ ინტერნეტში, იმიტომ რომ ეს იცავს, ხო, რაღაც საცავსი იცავს კორუფტული საბჭოთა ეს რაღაც ნომენკლატურის მუშაკები, რომლებიც თუ ძართვავენ და რაღაცებს იპარავენ თავიდან ამ საწყალი ინტერნეტის ბავშვობის საცავიდან წამლავენ ამას, რომ ადვილად მივიდნენ ხოლმე ამასთან და ჩვენმა ვეტერინარებმა ფილმის ვეტერინარებმა დოზა ვერ გაიანგარიშეს და თურმე სპილოს დოზა დამაძინებელი მისცეს და ვეღარ გაიღვიძა. ხო, ძალიან დღემდე ძალიან აი სულ ვიხსენებთ ხოლმე მე და სალომე ამ ისტორიას და დღემდე ძალიან მიჭირს აი მის დაჯერება, როგორ შეიძლება ეგეთი რამე მოახდეს. ხო, ეს უკვე აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდი და განში გადავხდით უცებ. ეს მე მგონი არის 50 წელი ჩვენი მუსიკალური სკოლის, სადაც დავიწყე სწავლა და უკვე ყველა ხო საბჭოთა კავშირში ხო ეგეთი სისტემა იყო, რომ ბავშვი თუ ერთ კონცერტზე კარგად დაუკრავს, მერე ეგრევე აკვირდებიან თუ რაღაცა, აი ხო ძალიან ისეთ სელექტიური ის იყო რა, ფაქტიურად მე აი გამოსაშვებზე თუ კარგად დაუკრავდი, მე რაღაცა კვარტალურ კონცერტზე გაგიშვებდნენ, მე იქედან აქე და აი ესეთ იმაში მოვხდი უცებ. და ხან საქალაქო კონკურსებზე მიშვებდნენ, მე რესპუბლიკურ კონკურსებზე მიშვებდნენ, მე საბჭოთა კავშირის კონკურსებზე და მოკლედ საკმაოდ ბევრს მოგზაურობდი უკვე ამის გამოც რა, მუსიკის გამოც და ძალიან უკვე აი ჩემ მასწავლებელთან ნანასთან უკვე ძალიან ესეთი ტანდემი იყო და ძალიან ბევრს მუშაობდით ერთად სკოლის მერე პირდაპირ მივდიოდი ხოლმე იმასთან და იქ მეცადინეობდით და ხო აი ესე ძალიან ბევრს დავდიოდი და ძალიან მომწონდა ეს სხვათა შორის და ყველაფერი მაინც ხალისით და ისე ხდებოდა რა მხიარულად. ეს მერე დაიწყო უკვე ცოტათი მოგვიანებით, ცოტათი უცებ 16 წლის მერე რო ხვდები, რომ რაღაც უკვე ძალიან დამოკიდებული ხარ ამაზე, რასაც აქამდე აკეთებდი და უცებ ეს თურმე პროფესია არის. ეს ერთი მხარე და მეორე მხარე, რომ უკვე ელოდებიან შენგან რაღაცებს. და მერე უკვე ცოტათი კონფლიქტი იწყება. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ესე მოხდა და ამ კონფლიქტისგან იწყება ნერვიული ფონი, რაღაც ცოტა ისეთი აღლვებული ფონი. კონდათ რამე ვთქვა, არ ვიცი. ძალიან ძლიერი ნერვული სისტემა ჭირდება მუსიკას. აი სპორტსმენებს როგორიც ჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკოსებსაც არანაკლები. და თან აქ ხობა ეს არის, რომ ემოციური მაინც უნდა დარჩე. ხო. ვერ გაწევს სპორტსმენისგან განსხვავებით. ხო. აი სირთულე და აი რამე წამალი გააქვთ, აი თქვენი ხერხი როგორ ჩააქრო ეს ნერვიულობა, ისე რომ ემოციურობა დატოვოთ ამ მექანიზმი გააქვთ თქვენი გამომუშავებული ამისი. ძალიან დიდი პროცესი იყო რა. აი ამ
აი ამ უცებ მოსული ნერვიულობის ყოველგვარი პრეამბულის გარეშე, აი უცებ იყო და უცებ თითქოს ქარიშხალი არის შენ თავში, ხო და თითები გეყინება, ოფლი მოგდის, თან ხო ის არის ცივი თითები გაქვს და ოფლიანი, აი ხო გამორიცხული რაღაცები ურთიერთ. ცოტა გონება, მეხსიერება 100%-ით აღარა გაქვს ის შეგრძნება, რომ ყველაფერი როგორც საათი ესე მუშაობს, ხო და საკმაოდ ძალიან დიდი პროცესი იყო ეს, აი ამ ყველაფრის ნელ-ნელა უკან. ხო იცი, აი ერთი ნაბიჯი მე ესე სანტიმეტრებით რო უკან გაჭოს და არ ვიცი მარტო ამას ვერავინ ვერ გააკეთებს მე მგონი. ფაქტიურად ერთმა ადამიანმა კიდე ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში, ნანა ხუბუტიამ, ესეთი პედაგოგი იყო, ის გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ, პროფესორი კონსერვატორიის და მასთან რომ დავამთავრე კონსერვატორია, აი უკვე ფაქტიურად ისეთ პირას ვიყავი, რომ უკვე ფაქტიურად აღარ მინდოდა, რომ всё რა ახალ პროფესიას დავიწყო გამანებეთ და აღარ შემიძლია ამდენი ბრძოლა საკუთარ თავთან, ხო? და მე ნანასთან დავდიოდი, აი ესე ჩემთვის, კვირაში ორჯერ და აი როგორც ლაბორატორია გქონდა ცოტათი გახსნილი რა. დავიწყეთ იმითი, რომ ყველა ნაწარმოები რაც ადრე დაკრული მქონდა, რომ აღარაფერს აღარ დაუკრავ იქიდან და აი მარტო ახალ ნაწარმოებს და მარტო აი ახლა დავიწყებთ და ხო, აი ეს რაღაც ხო ჩავკეტეთ ის ძველი ფსიქოლოგიურად და მე დავიწყეთ ძალიან რაღაც ძალიან უცნაური ვარჯიშები. ჩემი ძირითადი პრობლემა იყო, რომ მავიწყდებოდა. აი ბლოკადა ხდებოდა უცებ და არ ვიცოდი როგორ უნდა გამეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ აი ყველაფერი ზუსტად აგებული მქონდა და ვიცოდი რა ხდება ნაწარმოებში და რა. აი ხარ ვამბობენ, რომ რაც არა გაქვს ნამეცადინები, იქ ხდება შეცდომა. აი არ არის ეგრე რა, ესეც არ არის, იმიტომ რომ აი ყველანაირი მომენტი და აი ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ არც ერთი მომენტი არ ყოფილიყო black box-ი. ყველგან ვიცოდი, მაგრამ მაინც ხდებოდა. ეს არის ფსიქიური პრობლემა, ხო? ფაქტიურად, ფსიქოლოგიური. და ამას ესევე უნდა მოხდეს, რაღაცნაირად და ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. მე ძალიან დამეხმარა სხვათა შორის, რომ წავედი აქედან. აი ხარ რომ ამ ფოტოებს რომ მაძლევს უცებ გონია რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი იყო ჩემ ცხოვრებაში, რომლებმაც აი უზარმაზარი რაღაც ანაბეჭდი დატოვეს, თან ისეთი ანაბეჭდი, რაც მე რაღაცნაირად სულ რომ მოყვება და სულ რომ ამითი რაღაცნაირად ინსპირაციას რო გაძლევს და თან ცოტათი პატარა რაღაც ესეთი ხა ვხტები ძალიან აქეთ-იქით წელს შემთხვევით ვიყავით ჩემ სოფელში ივნისში, კავთისხევში, ძალიან იშვიათად ვხდები ხოლმე ივნისში და ივნისში ადრე ბავშვობაში იყო რომ ივნისში კეთდებოდა ღამე ციცინათელების გზა. 1000-ობით ციცინათელა, 10,000-ობით სოფლის გზაზე იკრიბავდა თავს და ნათდებოდა იქ. აი მართლა არ ვაჭარბებ, даже ვიდეო გავაკეთე ეხლაც. და ფაქტიურად მე მეგონა რომ ეს აღარ არსებობს, იმიტომ რომ ეკოლოგიური რაღაც ხო, ისინი ხო ძალიან გადაშენებაზე არიან ისე მთელ სოფლიოში. და მე და დედაჩემი ჩავედით ქვემოთ მეზობლებთან, ჩვენ ნათესავებთან და ამოვდიოდ, უკვე დაბნელდა რომ ამოვდიოდით და უცებ ჩვენ სახლთან ესეთი ციმციმების ქუჩა დაგხვდა რა. აი ბევრი ისევ იმდენი არ იყო როგორც ჩემ ბავშვობაში, მაგრამ ნუ აი მაინც უამრავი.
და აი სულ ეს მგონია რომ ეს ხალხი ესე რაღაცნაირად ციმციმებს ამ გზაზე რაღაცნაირად და მანანიც ესეთი ალბათ ესეთი ყველაზე ციცი bright მოციმციმე ციცინათელოსავით არის მანანიც მუსიკოსი იყო უფრო თვითონ არ უკრავდა მაგრამ მუსიკაცოდნე იყო და ძალიან ბევრს წერდა ძალიან ბევრს ასწავლიდა ძალიან ბევრი ხალხი დატოვა რომლებიც ძალიან მის გარშემო იყვნენ და მისგან უამრავი რამე ისწავლეს და ეხა თავის აგრძელებენ ამ მის გადაცემას და მანანიმ ყველაზე დიდი რაც დაგვიტოვა ფაქტიურად მეც და სალომეცაც ალბათ რომ მანანი როგორც გვიხსნიდა ხოლმე ჩვენ თავს რაღაცნაირად. აი რაღაც ის იყო რა, სარკესავით კი არა, აი თან უაღრესად ეგეთი ტაქტიანი ადამიანი არ არსებობდა მე მგონი საერთოდ მოვლენაში. აი დაჟე კრიტიკასაც რო გეუბნებოდა და აი კრიტიკულ აზრსაც ისე გაწოდებდა რომ არასოდეს არ გეგონა რომ ეს რამე არასწორია თუ რაღაც რა, ეს და დარწმუნებული ვარ რომ ამიტომაც ყავდა ამდენი სტუდენტი რომლებიც დღემდე ამბობენ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელი იყო მე ცხოვრებაში იმიტომ რომ რაღაც ისე გაწოდებდა ამ აზრს და ისე რომ ჯერ ერთი გეგონა რომ შენია და არა მისი ყველაფერი შენ მოიფიქრე და ეს უკვე შენში არის რა საკურველია და მეორეც ერთი რომ აი არ იყო ეს რაღაც რო ის არის პედაგოგი თუ მეტი იცის შენზე, მეტი გავლილი აქვს, მეტი ბევრად უკეთესი ყურები აქვს თუ არ ვიცი როგორ თქვა. და რაღაცნაირად აი მასწავლა საკუთარი თავის რეფლექტირება, საკუთარი თავის გარედან შეხედვა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდე საოცარი თვისება ქონდა ის, რომ ხო მთელი ცხოვრება საქართველოში ცხოვრობდა, საბჭოთა სკოლა აქვს გავლილი ხო მუსიკაცოდნეობის და ეს სხვათა შორის ძალიან დაშტამპული მეცნიერება იყო თავის დროზე. მაგრამ მანანის არანაირი ექსტამპი არ ქონია. აი არანაირი და მე რო დავიწყე ბევრი თანამედროვე მუსიკის დაკვრა და საერთოდ რაღაც ძირითადი ღერძი ცოტათი აი ექსპერიმენტულ მუსიკაში რო წავიდა და რაღაც ცოტა ნერვიულობდი რომ აი როგორ შეხედავს ამას, გაიგებს ამ მუსიკას და ძალიან ცოტა დრო დაჭირდა ისე რომ მე მიხსნიდა ხოლმე თვითონ უკვე რა დაუკარი და როგორ აი იმდენად სწრაფად ხდებოდა მის ტვინში რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება და აი და აზრი ფაქტიურად აზრის განვითარება რას ნიშნავს მანანისგან ვისწავლე მისი ლაპარაკისგან, რომ ლექციას რო დაიწყებდა ხოლმე რაღაც მაგალითად არ ვიცი შუა საუკუნეების მუსიკიდან უცებ აღმოჩნდებოდით ბოლოს რობერტ სტურვას კი არა და გიაყანჩელის სიმფონიებთან და რაღაცებს აი ესეთ უზარმაზარ ნახტომებს აკეთებდა ხოლმე რა და აკავშირებდა რაღაცებს რაც ჩემთვის მაშინ საერთოდ გაუგებარი იყო. ესეთი ადამიანი რო შენ ცხოვრებაში, აი ეს ახლოს არის ძალიან დიდი ბედნიერება არის და ძალიან რითი დავიმსახურე არც ვიცი მართალი რო გითხრა. და ეხა გახდა წლისტავე მანანის გარდაცვალებისგან ზუსტად 20-ში 2 დღის წინ. არც ვიცი ვისი გადაღებულია ეს ფოტო. შეიძლება ძიმაჩი კვაიძის.
ის არის ალბათ იანვარი 1994 წელი. ალექსანდრე დაიბადა 1 იანვარს. ახალ წელს ის ღამეს საჩუქარი მქონდა დიდი. და მე რაღაც ერთ რამოდენიმე დღეში უკვე სახლში ვიყავით და ეს ალბათ პირველი ფოტო არის ალბათ რაც ერთად გვაქვს გადაღებული. გმირთა მოედნის ბინაში და ხო, ძალიან უცნაური დრო იყო რა. ალექსანდრე რო იბადებოდა, აი მშობიარობის დროს სამშობიაროში შუქი ჩაქრა. და სანამ ეს აკუმულატორები ჰქონდათ, ხო, მაშინ ეს მანქანის აკუმულატორები და ნუ სამანტყოფებს ჰქონდათ კიდე კარგიც, მაგრამ სანამ ეს ჩაერთვებოდა, სანამ ვიღაცა წავიდოდა და ამას წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა იქ. თან ახალი წლის ღამეს ტაქსით მივდიოდით სამშობიაროში და შუქები არ იყო, სუსიბნელე იყო თელ ქუჩებში და მე მგონი მაშინ იყო აი პიკი, როდესაც ყველას ჰქონდა თოფები და ყველა რო თვითონ რო ისროდა ქუჩაში ახალ წელს კალაშნიკოვებით და ტაქსის მძღოლი აი ესე დამის ტროტუარზე მიდიოდა შიშისგან, იმიტომ რომ ერთი მანქანა იყო მარტო აი ესე. რო კოსტავას ქუჩაზე იყო სამშობიარო კიდე კაი ახლოს იყო და დიდი მანჯროთი არ ქონდა და ნიკა სალომე მანანი ფეხით მოვიდნენ იქიდან სამშობიაროში სადღაც საბჭოს ქუჩიდან აი აქედან. იმიტომ რომ ტრანსპორტი არ იყო და საერთოდ სიგიჟე ხდებოდა. ყველა მომნოდა ეხა ბავშვის გაჩენა. რა დროსია ბავშვის გაჩენა თან მარტო. და ხო ძალიან უცნაური დღე იყო და მე ეს შუქი დიდი ხანი არ მოვიდა და მე პირველი რა ალექსანდრე რომ მახსოვს, ნუ ეხლა მშობიარობის მერე კი გახსოვს ესე როცა მაგრამ მაშინ ხო რაღაც საბჭოთა წესები იყო, მიყავდათ ეს ბავშვები ესე გაკრავდნენ რაღაც იმის კოტორებივით იმასავით, აი ძალიან რო გეგონებოდა რომ ტკივათ და საერთოდ რაღაც და მიყავდათ. ისე რომ ვერც ხდებოდი დაბადე რაღაცა, ესეთ კაც ბახ და გააგორებდნენ რა და მერე უკეთებდნენ რაღაცებს, არ ვიცი რას უკეთებდნენ და მაგრამ არ ვიცი უბედური იყო თუ შემთხვევა თუ ბედნიერი იმ ღამეს შუქი რო არ მოვიდა, ვერათბობდნენ იმ ინკუბატორს ეს სადაც ბავშვები და 8 ქალი ვიყავით, წარმოიდგინე ერთ პალატაში რომელიც იყო აი ამ ოთახზე პატარა. და უცებ შუა ღამეს მოვიდნენ ეს ისინი, რა ქვია, ძიძები და მოიყვანეს ეს ბავშვები, რომ ყინავსო იქო და გაათბეთო. და აი ესე პირველი ღამე მახსოვს, რომ გავატარე ალექსანდრესთან ერთად. იმიტომ რომ საღინულე იყო სამშობიაროში. და ვერათბობდნენ. აი ესეთი რო იყო. და სახში რო ვიყავით, მე უკვე ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ და იმას აღარ მოგიყვებით სამშობიაროში, აი იმ ღამეს ზუსტად მე თაგვი ამომიწურა საწოლზე. აი ყველა ჰორორ სტორი რაც შეიძლება მოხდრილიყო მოხდა მაშინ. რაღაცა ამღრეული იყო ყველაფერი ერთმანეთში რა. აი უზარმაზარი ბედნიერების თუ რაღაც აი რაღაც გრძნობა და თან შიში იმისი რომ ეს რაღაცა შეიძლება გატყდეს უცებ ისეთი ის არის ისეთი სათუთი და ისეთი პატარა და ისეთი აი ძალიან და მე მგონი ამ მომენტამდე აი რეალიზირებული არც მქონდა რას ნიშნავს სხვათა შორის იცი იმიტომ რომ ეს როცა როგორ თქვა არა ორსულად რო ვიყავი ძირითადად იმითი ვიყავი დაკავებული რომ ეს რაღაცნაირად გადამეტანა ეს ფაზა რაღაც და აი ეს საზოგადოებრივი უცნაური ეს რო აი არ არის ცოლი არ არის, ქმარი არ არის, არის შულსაჩენს, ვისგან აჩენს, რატო აჩენს. აი ეს არ იყო ჯერ რაღაც რა
ჩვენ საზოგადოებაში. ეხლა ჩემ მეგობრობის წრეში საერთოდ არა, მაგრამ აი როგორც კი ამ წრეს საზღვარგაცენის იყო რაღაც და ამას უფრო გწნობ, ცოტათი ინტროვერტები და ენერგია გჭირდება საკმაოდ დიდი ამ ყველაფრის მოშორების შენ თავიდან რა რომ ეს რაღაც ნეგატიურად არ იმას ქნეს და ამას ძალიან კარგად ვახერხებდი სხვათა შორის და მე-9 თვემდე გაკვეთილებზე დავდიოდი კონსერვატორიაში ამ ხელა მოცლით ბოლოს ჩემმა პროფესორმა მითხრა წადი ახლა სახლში და აღარ მოხვიდე იმიტომ რომ ვეღარ უკრავ აკორდებს ხო ხედავ რომ იგი მუცელი გიშლისო და მარტა ეს უკვე დეკემბერი იყო და პირველში გაჩნდა ალექსანდრე და მე უცებ მართლა ეს ფაქტი უკვე რომ მოხდა ეს პატარა არსება რომ მოხდა ჩემ ცხოვრებაში უცებ და ეს რეალური რომ არის და არა ჰიპოთეტური ის ამან ძალიან შემცვალა მეც არ ვიცი კარგისკენ შემცვალა თუ ცუდისკენ რაღაცნაირად ერთხრივ ძალიან დავიძაბე კიდევაც მე მგონი. იმიტომ რომ უცებ ძალიან დიდი პასუხისგებლობა აღმოჩნდა, რაც კარგი იყო, იმიტომ რომ მე ძალიან მოვიკრიფე ყველა მთელი ჩემი ძალები, იმიტომ რომ ვიცოდი უკვე რისთვის და ვისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს რაღაცნაირად რომ უნდა მემუშავა ჩემ თავზე რაღაცნაირად რომ ჩემი მთელი შიშები გადამეძლია და იმიტომ რომ ალექსანდრესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დედა ერთი ყავს დედა ყავს და იმას რომ ეფუნქციონირებინა რაღაცნაირად და თავიდანვე ის რაღაც საოცარი ჯაჭვი იყო რა ჩვენს შორის ამ ყველაფრის გამო რაც დღემდე ესე არის მე მგონი რაღაცნაირად კი არ ვლაპარაკობთ ბევრს ამაზე მაგრამ ხო, მაგრამ მე აი იმიტომ რომ რაღაცა საშინელი უცნაური დრო იყო ფაქტიურად ალექსანდრე რო გახდა 2 წლის მომიწია წასვლა, იმიტომ რომ ვეღარ ცხოვრობდი ამ ქვეყანაში რაღაცნაირად, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი. ესე ძალიან მიყვარს შვეიცარიაში გადავედი რაღაც ის მქონდა აი საოცარი გრძნობა რომ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთო ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა ვიშოვო სამსახური ძალიან სწრაფად უნდა წავიდე ყველა კონკურსზე დავუკრა ყველა კონცერტი დაუმეგობრდე ყველას ნუ რაღაც უცნაური ის იყო რა რომ იმიტომ რომ უკვე 27 წლის ვიყავი და ну ფაქტობრივად 27 წლის უკვე მუსიკალური კარიერისთვის ცოტა გვიანია რა. ესეთი აი კლასიკური მუსიკალური კარიერა კიდე ამას მიმადეკით. ხო და მოკლედ დავიწყე ეგრევე რაღაცა კონკურსებზე გასვლა და დაკვრა და რაღაც და ესეთ პირველ კონკურსზე დავკარი და გავემარჯვე და რაღაც პრიზი რომ მომწეს ველოსიპედი ვიყიდე, იმიტომ რომ ყველაზე იაფი ტრანსპორტირება ის იყო საშუალება იყო იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდი, მაშინ ვინტერტურში ცხოვრობდი, პატარა ქალაქი არის ცვირიხთან ახლოს. და ძალიან ის ვიყავი proud რომ ამხელა ველოსიპედი ვიყიდე და დავდიოდი მე ჩემი ველოსიპედით კონსერვატორიაში და ხო და ტყეში დავდიოდით ხოლმე და ძალიან ახლოს იყო ტყე და მდინარე და ძალიან ხშირად ესე ველოსიპედის ტურებს ვაკეთებდით ხოლმე. ეხლა სამწუხაროდ ცვირიხში ძალიან რთულია ველოსიპედზე სიარული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრამვაის სისინია ლიანდაგები და აღარ დავდივარ ველოსიპედთან დავბერდი ამასობაში, მაგრამ მაშინ სულ ველოსიპედით დავდიოდი ხოლმე და ძალიან მომწონდა თბილისიდან გადასული ბევრი მანქანები, რაღაც იბნელე და იქ ველოსიპედზე ძალიან მომწონდა ეს კონტრასტი ახალი ცხოვრების. და ხო, მაგრამ მაშინ ჯერ ალექსანდრე არ იყო ჩემთან, დედა ჩემთან ცხოვრობდა და ნუ ეს ცოტათია ესე შავი, ცოტათი ესეთი ღრუბელი რო არის ხოლმე და
და ეგეც იყო რატო ჩქარობდი ამ ყველაფერს ხო რომ ჩქარა ამეწყო რაღაცნაირად დამოუკიდებელი ცხოვრება რომ მე ალექსანდრე წამომეყვანებდა შვეიცარიაში მაშინ იყო ურთულესი პირობები ვიზის და აი ამ იქ ცხოვრების და აი მაგალითად აი даже ეხა საერთოდ აღარ არის პრობლემა ძალიან მარტივად შეიძლება ყველაფრის გაკეთება მაგრამ მაშინ იყო მართლა ნუ აი საქმე ქონდა ფრემდენპოლიცაი იყო ეგეთი ამტი ესეთი და აი ფრემდენპოლიცაისთან წერდი განცხადებებს და აგრძელებდი ამას და უნდა ქონოდა სულ რაღაც ქაღალდები, რომლითაც დაამტკიცებდი, რომ შენი ცხოვრება შეგიძლია რომ დააფინანსო და არ იქნები შვეიცარიის არ დააწვევი მათ სოციალურ, იმიტომ რომ ეს სოციალურად ხო ძალიან გამართული ქვეყანაა და არსებობს ძალიან ბევრი როგორ უდგებიან ისინი ადამიანებს, ვისაც ფული არ აქვს, ვისაც სამსახური არ აქვს, ნუ რაღაც და ამიტომ დღემდე ძალიან გაურბიან ხალხს, რომლებიც ჩამოდიან შვეიცარიაში და სამსახური არ აქვს მაგალითად. რამდენი მოგიწიათ ბავშვის გარეშე ყოფნა? 2 წელი. მაგრამ იცი რა, ეს არ იყო რომ აი ბავშვის გარეშე, აი ფაქტიურად ყველა არდადეგებზე ალექსანდრე იყო ჩვენთან და ყველა ჩემ არდადეგებზე მე ვიყავი საქართველოში რა. აი ფაქტიურად აი რო შეკრიბო ეს ყველაფერი, ხო არ გამოდის 2 წელიწადი რა. ისე კომუნიკაცია ტელეფონი, ალბათ რა ვიცი, მაშინ სახის ტელეფონი. ეგ არის ყველაზე მაგარი, მაშინ იყო ფოსტაში უნდა დაგერეკა შვეიცარიიდან და იქ უნდა ვიღათ დისპეჩერს უნდა შეერთებინა შენ ტელეფონის ხასთან და ან ოჯახი უნდა მისულიყო პოსტაში და იქ მერე კაბინა 41 და თამასობაში ფული უკვე დამთავრებული იყო სანამ 51 კაბინასთან მიხვიდოთ. ძალიან რთული იყო, მაგრამ მე ნუ ნელ-ნელა უკვე და ძალიან ძვირი ღირდა. მთელი ჩემი ფული მაგაში მიდიოდა ხოლმე დარეკვებში და ალექსანდრეს და ირინას მაშინ ციფრინავის ბილეთების ყიდვაში. ფაქტურად ჩამოსვლიდან მარტო მაგისტვის ვაგროვებდი ხოლმე ფულს, რომ ეს მომხდარი იყო, ან ჩემი ჩამოსვლა და თან პარალელურად შუალედებში დავრბოდი ამ კონკურსებზე, ხან იაპონიაში, ხან სადღაც ინგლისში და აი სუაი. ფაქტურად ის 2 წელიწად ნახევარი იყო ალბათ ყველაზე ინტენსიური ჩემ ცხოვრებაში, აი ამ ხრივ რა. ძალიან მიყვარს ეს ფოტო. ესეთი პროექტი გქონდა. Unstern, როგორ თქვა ქართულად, black hole. შავი ხვრელი. ხო, აი ვარსკვლავის საწინააღმდეგო რა. და უკრავდით ლისტის და მოგონა ლისტის იცი რომელ ნაწარმოებებს აი პასტორი რო გახდა მე რაც დაწერა და სულ განსხვავდება იმ თავის ახალგაზრდულ ვირტუოზულ რაღაცეებისგან აი ძალიან ძველი და ძალიან და პარალელურად ვაკეთებდი დროუნ იმპროვიზაციებს კიდე იმიტომ რომ ის ძალიან ისეთია ძალიან ძიმე მუსიკა არის აი ძალიან dark არის რაღაცნაირად და ძალიან უხდებოდა ეს drones რო ვაკეთებ ჩვენს შემაშველოდით რაღაცებს იმპროვიზ და პირველად გავაკეთე ეგეთი რაღაც ჩემ ცხოვრებაში რა იქამდე სულ მარტო დაწერილ მუსიკას უკრავდი რა და ძალიან სასაცილო რაღაც მოხდა კონტრაბასისტი უკრავდა ჩვენთან ამ ფოტოზე არ ჩანს იმ კონტრაბასისტს რაღაც მოვიდა და ერთ დღეს 8 კონცერტი ქონდა ერთი და იგივე პროგრამით და ერთ კონცერტზე 2 კონცერტი ქონია თურმე შეეშალა და თან რომ დაუკრასო ჩემი ისო პარტიაო როიალზე ვაღონა და დიდ სკელ სტრუნებზე ბანის და ასე აღმოჩნდი უცებ იმაში რა ქვია ლისტის გარდა უცებ უნდა დამეკრა რაღაც იმპროვიზაციები და ძალიან მომეწონა და მე სხვა შორის დიდი ხანი ესე ოფიციალურად ამას არ ვაკეთებდი, მაგრამ მე უცებ ისევ
რაღაც მომენტში უცებ დავიწყე და ეხლა სხვა შორის ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრს უკრავ. არა დაწერილ მუსიკას, არა ისეთ, ფაქტობრივად ჩემსას რა. და სხვა შორის ეს ანსამბლი, მონდრიან ანსამბლი ძალიან დიდი ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ალბათ საინტერესო და ყველაზე ინოვატორი ანსამბლი იყო მაშინ შვეიცარიაში და მათ ვთხოვეს, რომ მათთან ერთად ვიმუშაო, 4 ვიყავით. სიმებიანი ტრიო და ფორტეპიანო. 16 წელი მუშაობდი მათთან ერთად. და ძალიან სასაცილო ფაქტი იყო, რომ ბოლოს მოგცეს Swiss Cultural Prize და არც ერთი შვეიცარიელის ანსამბლში არ ვიყავით. ჩელისტი იყო შვედეთიდან, მე ქართველი, ვიოლინო სლოვენიიდან და ალტისტი ავსტრიელი. და ნუ ესეც ის არის რა, რამდენად მაგარი ქვეყანა არის რა. რომ ყველაზე დიდი პრიზი რაც არსებობს, ხო წლიურად რო იძლევა, აძლევენ ანსამბლს, რომელიც არც ერთი არ არის შენი შვეიცარიელი პასპორტიც თუ რაღაც და გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება შვეიცარიაში ვარ წასულიყავით მაშინ? იცი რა, არც მინდა მაგაზე რომ ვიფიქრო მართალი რომ გითხრა. იმიტომ რომ საერთოდ ვერ წარმომიდგენია. აი, საერთოდ ვერ წარმომიდგენია. იმიტომ კი არა რომ რაღაც იდეალიზირებას უკეთებ იქაური ცხოვრების და აქაური არ მომწონს თუ რაღაც წავგიჟდები აქაურობას და აქაური ცხოვრებას თავის მთელი ქაოსით და დაუგეგმულობით და unpredictability-ით ვგიჟდები ისე მიყვარს და იმიტომ ვარ ძალიან და სუფიქრობ რომ იქნებ რომელიღაც მომენტში ისე უკან დავბრუნდე და ალბათ მოხდება კიდევაც ეგ აუცილებლად უეჭველად. მაგრამ აი იმ მომენტში რო არ წავსულიყავი ალბათ რაღაც ცუდად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. მართლა აი ძალიან არ იქნებოდა კაი. და ძალიან დაბნეული ვიყავი. რაც ქვეყანაც ეგრე იყო ხო და არ არის ხო გასაკვირი ძალიან ბევრი ხალხი მაშინ ხო ყველა მიდიოდა როგორც აი გემს რო ტოვებენ ვირთხები ესე ვიყავით ხო მთელი ეს ჩემი გენერაცია სულ ყველა წავიდა მე სხვა შორის ძალიან ისე უკან დაბრუნდა ბევრი ჩემი აი ვინც მაშინ წავედით ესე და კარგიც არის მე სულ ფიქრობ რა უბრალოდ ნუ იმდენად ჩემი მუსიკალური ცხოვრება იმდენად არის იქაურობასთან და იმ სისტემასთან მიმართებაში აგებული რომ აი აქ ვერ ხვდები ჯერჯერობით როგორ თუმცა ვცდილობ ძალიან ვცდილობ ახლა ამ ბოლო დროს აი ესე სულ ვუკრავ აქ ხალხთან და ახალ რაღაცებს ვაკეთებ აი ესე დაუგეგმალათაც და ეს რაღაც ქაოტური რაღაც ყველას ეს მუსიკა არ ესმის. აი, როგორ აუხსნიეთ, არ ვიცი, შეიძლება აი მოდი პატარა ბავშვი, რო წარმოვიდგინე, რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოს, თქვა დასულმა ადამიანმა, რომ პატარა ბავშვია და იკითხება აი რა არის, რა მუსიკაა ეს, რატო არის კარგი?
პატარა ბავშვებს ეგეთი კითხვები არ უჩნდებათ და გაცილებით უფრო მიმღებლები არიან ყველანაირი რასაც ჩვენ სიახლეს ვეძახით, იმისთვის ყველაფერი ახალია და ამიტომ ძალიან open minded არის და ძალიან მოწონთ როიალზე ტყაპუნიც და ამით იწყება ხო საერთოდ როიალთან ურთიერთობა ბავშვების რომ მიდიან და რაღაც ბგერებს უშვებენ რომლებიც აბსოლუტურად არ არის ჰარმონიული თუ ხო ეს რაც ბავშვებს ამიტომ ცოტა რთული არის ბავშვებისთვის ბავშვებზე ამის ახსნა საერთოდ ძალიან რთული არის მუსიკის რატო არის მუსიკა კარგი და რატო არის მოცარტი კარგი ზოგჯერ საერთოდ არ მომწონს მაგრამ ითვლება რომ ყველაფერი კარგია ხო გიждები ისე მიყვარს რაღაც ნაწარმოებები რაღაცნაირად არ მიყვარს რაღაცას შეიძლება შემეძლოს რომ თქვა რატო რაღაცას შემეძლია არ თანამედროვე მუსიკა საერთოდ არის ჩემთვის ისევე როგორც არ ვიცი ცოტა აკადემიური ენით არ ვილაპარაკო, მაგრამ აი ჩვენი ცხოვრებაც ხო ძალიან შეიცვალა. ჩვენი ცხოვრება როგორც ჟღერს რა გვესმის ჩვენ მანქანების ხმაურიდან დაწყებული ფაბრიკების გამოგვაფოლქით და ხმაურით თუ და ამასთან ყველაფერთან ერთად მიუხედავად ისა ბუნება მაინც არსებობს და ჩიტები მაინც ჭიკჭიკებენ და ოთახის ფანჯრიდან გამოდის რაღაცის ხმა რაღაცას უკრა. აი ეს ყველაფერი ძალიან მრავალხრივი არა, რასაც ჩვენ გვესმის. ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რაც არც ვაქცევთ ამას ყურადღებას, შეიძლება იმდენად ნორმალურია, ხო? ეს აკუსტიკური ფონი ჩვენი ცხოვრების და ეს ერთი მომენტი არის, რომ ბევრი რაღაც არ არის რაც ჩვენ გვესმის, არ არის ჰარმონიული და არ არის ლამაზი. და რომ სილამაზეს ძალიან ბევრი სახე აქვს. როგორც მხატვრობაში, როგორც ადამიანებში, ისევე მუსიკაშიც. მე არსებობს იდეა, რომელიც რაღაცების მიღმა არის, ხო? ყველანაირი აზრი თუ რაღაც მომენტი, რაღაც მიგნება, რაღაც ემოციური მუხტი, რომელიც ესევე იდეა არის ჩემთვის, იმიტომ რომ მუსიკას ძალიან ფოკუსირება შეუძლებელია ამ მუხტის და ადამიანის რაღაც ტრიგერი გაუკეთოს რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ხო? თუ მუსიკას წაყვები და თუ შეძლებ იმ მომენტში თუ დაემთხვა ეს რაღაცები, შეიძლება სულ სხვა ოთახში აღმოჩნდე. სადაც ხარ რა სულ დაგავიწყდა სად ხარ ან რაღაც სულ სხვა აზრებში წაგიყვანოს და ჩემთვის ამიტომ არის თანამედროვე მუსიკა თანამედროვე და იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემს ცხოვრების საუნდტრეკივით არის რა რაც მესმის ძალიან ხო აი ამას უახლოვდება და მაგებინებს ზოგჯერ აი ამ მუსიკის აი მაგალითად შუღლიაშვილის მუსიკა ხო შეიძლება თქვა რომ აბსტრაქტულია ძალიან, მაგრამ ძალიან კონკრეტული ფორმა აქვს და ძალიან კონკრეტული აზრის და იდეა აქვს. მაგალითად ინვერსია იღებს რაღაც აკორდს, შლის ამ აკორდს და ჯერ ავრცელებს და მერე უკან მიყავს. მთელი ნაწარმოები არის ეს. აი რაღაც ერთი პაწაწუნა იდეა ფიქსის ჯერ გაშლა და მერე ამ პროცესის უკან დაბრუნება. და ამით იქნის მუსიკას.
ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ რამდენად საინტერესო არის ეს ყველაფერი ვიღაცისთვის, შემთხვევითი მსმენელისთვის თუ არა შემთხვევითი მსმენელისთვის. არ ვიცი, არც მინდა რომ მოვაწონო. თუ მოეწონება, მოეწონა, თუ არ მოეწონა, ნუ მოეწონება. საერთოდ არ ვაძალებ არავის არაფერს. და მთელი მუსიკის როგორ თქვა, რომ არ დავაპატარავ ამის მნიშვნელობა, მუსიკის მთელი გენიალურობა თუ რაღაც წარმოუდგენლობა არის ის, რომ ეს ქმნის რაღაც სივრცეს, რომელშიც თუ გინდა შეხვალ, იქნები იქ, გაიგებ, გაითავისებ და მე ისევ გამოხვალ და სხვაგან წახვალ. არავის არაფერს არ აძალებს, თუ გინდა იქნები შიგნით, თუ გინდა გააკეთებ მუსიკას, თუ გინდა არ გააკეთებ, მარტო მოусმენ, თუ გინდა არ მოусმენ, თუ გინდა მანქანაში რაღაცას მოусმენ, ძალიან დემოკრატიული სივრცე არის, მე მგონი ყველაზე დემოკრატიული რაც კი არსებობს. აი ეს მაგალითად ამას ჩვეულებრივად რა უსმენდე მაგალითად ვიღაცა უკრავდეს შუმანის საფორტეპიანო კონცერტს და მერე ვიღაცამ დაუკრავს შუგლიაშვილი სულ სხვანაირად მოусმენ და სულ სხვანაირად აღიქვავ. აი ამის გარანტიას მართლა გაძლევ, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ვაკეთებ მე თვითონ ესეთ პროგრამებს, როცა ურევ ხოლმე ყველაფერს, აი მთელ ამ ჟანრებს და აი ძალიან ხშირად აი ესეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ თანამე მუსიკა ნუ საინტერესოა და ნუ იქ მაინც ესე არის შვეიცარიაში რომ და დასავლეთში რომ კარგ ტონად ისვლება რა, იმიტომ რომ უნდა დაუჭირო მხარი რაღაცას, რაც ახლა იქნება, უნდა შეეცადო რომ გაიგო ესეთი რაღაც ესეთი კულტურა არის რაღაცნაირი და აი ეს ხალხი მერე რომ მოდიან ხოლმე და ამბობენ რომ აი ეხა სულ სხვანაირად მოусმინე მაგალითად ამ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ხოლმე რომ მე ამბობენ რომ ეხა კლასიკურ მუსიკასაც ხან აი ნაწარმოებს რაც დავკარითო იმათ შორისო სულ სხვანაირად მოვისმინეთო. რამდენად თანამედროვე ყოფილა დებიუსიო. აი მართლა არის რა ამაზე მნიშვნელობა როგორ სად ჩასვა ამ ყველაფერს, როგორ მიაწოდებს მენელს. და აი აქ მივდივარ კიდე აი უკან აი ადრე რაც თქვი რა რომ აი მაშინ ეს ყველაფერი რაღაც ძალიან ბუნებრივად ხდებოდა ადრე ჩემი მე მგონია ესე რომ არა ბეთჰოვენსაც ესვროდნენ პამიდრებს ხო? და ეუბნებოდნენ რომ ეს რა კატაფონია დაწერეო და მაგრამ ყოველთვის იყო ეს რაღაც გაუგებრობა და ინოვაციის რაღაც სხვა მაგრამ მიუხედავად იმისა მე მგონი აი ეს კონტექსტი რომ ახალი მუსიკა რომელიც იქნებოდა ერთად სრულდებოდა იმასთან რაც ადრე იყო უადვილებდა მსმენელს და ნორმალურ მსმენელს ამისი გაგებას და ამის მიღებას. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ეს ნამუშევარი არის, ეს არის გრაფიკოსების, ვინც ჩვენი მე და ალექსანდრეს ფირფიტაზე მუშაობდა. თავიდან რომ დავიწყეთ მუშაობა ჩვენ ფირფიტაზე ძალიან გადაბულია ეს ყველაფერი ერთმანეთში რა არის ნუ ალექსანდრეს ნაწარმოები არის, მაგრამ მე ნუ რაღაცნაირად მაინც ჩემი იდეებიც რაღაცეებიც შევიტანე ამ ყველაფერში და ძალიან გადაიხლარდა ეს ყველაფერი. და ამ გოგომა რაღაცნაირად დაინახეს ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ მე არც ვიცნობდი არაფერი და რამოდენიმე ესკიზი გააკეთა სხვადასხვა სამწუხაროდ ეს არ მოხდა ფირფიტის იმაზე, მაგრამ მაინც რამოდენიმე ტრეკი მაინც ამითი გამოუშვით ამ ნამუშევრით. ძალიან სიმბოლური არის რა ყველანაირი მითი საიდან იწყება ალექსანდრე, საიდან ვიწყები მე, ყველაფერი ერთმანეთთან არის ამ ფოტოში, კი არა და ამ ნამუშევარში. ჩადებული ვისი რომელი თვალია, რომელი ყური. და აი ეს ჩვენი ფირფიტაც მე მგონი ცოტა ესეთი გამოვიდა. თან ძალიან ნოსტალგიური არის და ძალიან რაღაც მომენტებში დაჟე ტრაგიკულიც, მაგრამ თან
რაღაც მომენტებში ძალიან light არის და ძალიან აი ბავშვური რაღაც ბავშვობის memory space უცებრო აღდგება. ხო. ბევრ რამეს ხედავთ თქვენ სასმასში? კი, ზოგი რამე არც მინდა. მინდა რომ უფრო თავისუფალი არა და უფრო ნაკლებად ეს რაღაც მე მქონდა რაღაც საოცარი პასუხისგებლობის რაღაც მანიაკალური ის და ზოგჯერ ხედავ ხოლმე ალექსანდრეში ზოგინი არ გინდა გაანევედა. მაგრამ კი ძალიან ბევრ რაღაცას ხედავ. აი განსაკუთრებით მუსიკაში სხვათა შორის ძალიან უცნაური არის. აი ძალიან ბევრი რაღაცა მოგწონს ზუსტად ერთნაირი ერთი და იგივე მუსიკა ძალიან მიუხედავად იმან გაცილებით რაღაც თანამედროვე რაღაცები გაცილებით აი ელექტრონული გაცილებით მეტი იცის მე ესე ღრმად არ ვარ მანდ ჩახედული, მაგრამ აი ძალიან ბევრი გადაკვეთა გვაქვს რაღაც ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე ადრე პატარა რო იყო YouTube-ს ჩავთავდით ხოლმე და რომელი ვერსია, რომელი პიანისტის უფრო მოგწონს. ვინ როგორ უკრავს და ვადარებდით ერთმანეთს და აი ძალიან ხშირად ერთი და იგივე მოგწონდა ხოლმე. ან რაღაც ადგილები ნაწარმოებიდან ალექსანდრესაც აქვს აი რაღაც ძალიან გამძაფრებული გრძნობა, რაღაც აი პატარა ლუპს იპოვის რაღაც ფრაზას, ან ჰარმონიულ თვლილებას და შეუძლია ის აი 100,000 ჯერ მე ზუსტად ესე ვიყავი რა. და ერთხელ თქვით რომ ავამბობდით ხოლმე არ ვიცი ახსოვს თუ არა თვითონ რომ ერთხელ ნაწარმოებებს გავაკეთებთ რომ სადაც მარტო ეს ადგილები იქნება. ამოვარჩიოთ ბევრ აი ამ შენ საყვარელ პატაცკუნტა ორ წამ სეკვენსებს და გადავაბავთ ერთმანეთს და რა გამოვანეტა. და ეს ფოტოც ესე არის რა. ხო და das პირპიტას ხო ქვია find me და აი გვიპოვეთ ვინ არის